სახე ყოველთვის არ ბერდება, ხშირად ის უბრალოდ ქვემოთ ეშვება. როცა ტუჩის კუთხეები ეშვება და სახის კონტური ნელ-ნელა იშლება, მიზეზი ხშირად კუნთებში იმალება. ზოგი კუნთი ქვევით ეკაჩება სახეს, ზოგი კი სუსტდება და ვეღარ ინარჩუნებს ფორმას. დღეს მუშაობთ ამ ზონებზე ერთად, რომ სახეს დაუბრუნოთ სიმკვრივე და უფრო აწეული იერი. ვიწყებ მსუბუქი გახურებით, ვააქტიურებ სისხლის მიმოქცევას და ლიმფის მოძრაობას, რათა კანი და კუნთები მზად იყოს სამუშაოდ. შემდეგ გადავდივარ დინამიკურ მოძრაობებზე. ეს ააქტიურებს კუნთებს, ამცირებს დაჭიმულობას და აბრუნებს მათ ბუნებრივ ტონუსში. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ქვედა ნაწილს, სადაც ყველაზე ხშირად გროვდება დაძაბულობა და სიმძიმე. მოძრაობები მიმართულია ზემოთ, რათა სახეს დაუბრუნოთ მსუბუქი ლიფტინგის ეფექტი. ამ პროცესით ვამსუბუქებ დაჭიმულობას, ვასწორებ ტუჩის კუთხეების პოზიციას და ვაუმჯობესებთ სახის კონტურს. ეს მოძრაობები აძლიერებს და ნაზად უსვავს ხაზს მის ბუნებრივ ფორმას. როცა სწორად მუშაობ კუნთებზე, სახე აღარ ეშვება. ის ნელ-ნელა უბრუნდება თავის ბუნებრივ ფორმას, მკვეთრდება კონტური და ჩნდება სიმსუბუქისა და აწეულობის შეგრძნება. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ მასაჟი. ეს არის პროცესი, სადაც სახე ნელ-ნელა იბრუნებს თავის ფორმას.